საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 27 და 28 სექტემბერს პურის ფესტივალი მე-6-ად გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქცია. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში პურის ცხობის მასტერკლასები ჩატარდება. დეტალებს ანა გზირიშვილი გვეტყვის, რომელიც ბოტანიკური ბაღიდან ჩაგვერთვება. დილა მშვიდობის ანა, მოგესალმებით. მოგვიყევი უფრო დეტალურად თუ რა იგეგმება წლევანდელ პურის ფესტივალის ფარგლებში. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით. ბოტანიკურ ბაღში მზადება უკვე დაიწყო. დღეს და ხვალ 12 საათიდან 6 საათამდე აქ გაიმართება პურის ფესტივალი. პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი და დატვირთულია. დეტალები უკვე შეგვიძლია გავიგოთ სოფო მეტრეველისგან, რომელიც ბოტანიკური ბაღის PR მენეჯერი გახავთ. სოფო, დილა მშვიდობისა. მშვიდობისა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. უკვე მე-6 წელია, რაც პურის ფესტივალი ტარდება და თავისთავად გულისხმობს, რომ წარმატებული პროექტია. რა იგეგმება წელს და რა იქნება გამორჩეული? კი ბატონო, მე-6 წელია, რაც იმართება საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით. წელს ყავს განსაკუთრებული მონაწილეები, დაგვემატნენ ახალი მეწარმეები, ასე ვთქვათ. საინტერესოა დღევანდელი და ხვალინდელი ღონისძიება, რომელიც 12 საათიდან 6 საათამდე გაიმართება ბოტანიკურ ბაღში, იმით რომ დატვირთულია მასტერკლასებით. იქნება ძალიან საინტერესო აქტივობები როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. კი ბატონო, გვექნება თონეში ჩაკვრის მასტერკლასი, ცომის მუზეუმის მასტერკლასი, იქნება ძალიან საინტერესო თამაშები პურის და ხორბლის თემატიკაზე, რაც ბავშვებზეა გათვლილი. და ჩვენს უკან არის წარმოდგენილი სხვადასხვა სურათები და ამის შესახებაც რომ. დიახ, ეს არის შემოსებითი ილუსტრაციები, ძალიან ბევრ საინტერესო ცნობას გაიგებენ ჩვენთან მოსული დამთვალიერებლები პურის შესახებ, ამ კულტურის შესახებ, ხორბლების შესახებ და ასე რომ ვფიქრობ, რომ გარდა იმისა, რომ გაერთობიან და კარგი მუსიკით და კარგი ღვინით და გემრიელი პურებით, ნატურალური გემრიელი პურებით დატკბებიან, ასევე ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიყოლებენ სახლში და აუცილებლად უნდა გვესტუმროს ყველა დღეს და ხვალ 12 საათიდან 6 საათამდე ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ჩვენს პურის ფესტივალზე, რომელიც ძალიან თემატურია ბოტანიკურ ბაღთან, იმიტომ რომ ჩვენთან გარდა ბევრი სხვა საკოლექციო ნაკვეთისა, გვაქვს ქართულ მარცვლოვან კულტურათა საკოლექციო ნაკვეთი, სადაც წარმოდგენილი არის მსოფლიოში ცნობილი 20 ხორბლის სახეობიდან 5, რომელიც არის მხოლოდ ჩვენი ქართული ენდემური სახეობები. შესაბამისად, სწორედ ამის კონსერვაციას და ამის, ასე ვთქვათ, შენარჩუნებას ემსახურება ბოტანიკური ბაღი და სწორედ ამას ესადაგება ჩვენი ფესტივალი, რომ უფრო მეტი გავზარდოთ, ასე ვთქვათ, ცნობადობა მოსახლეობაში ქართული ხორბლის მნიშვნელობის შესახებ. როგორც ვიცი, მასტერკლასი არის დაგეგმილი ბავშვებისთვის, ხო? კი, დიახ, მასტერკლასი ბავშვებისთვის იქნება გვერდითა სივრცეში. ეკოსაგანმანათლებლო სამსახური, ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო სამსახური გამართავს ბავშვებისთვის განსაკუთრებული ახალი სიახლე გვაქვს ეს მოკლედ ძალიან დატვირთული თამაში. შარშან არ იყო მე მგონი. შარშან ეს თამაში არ გქონდა და ძალიან საინტერესოდ გაიგებენ ბევრ საინტერესო ამბავს პურზე და ხორბალზე ბავშვები. მანდ არის მთელი კამათლებით ჩართულობა და მთელი ამბებია მოკლედ ბავშვებისთვის და შეჯიბრია გამარჯვებაზე. და მიიღებენ საჩუქრად ძალიან ნატურალურ და სასარგებლო თაფლს, რომელიც ასევე ბოტანიკურ ბაღში იწარმოება. ძალიან საინტერესო. ეს კონკრეტულ საათზე არის თუ მთელი? ეს არის კონკრეტულ საათზე, 2 საათზე და 4 საათზე გაიმართება ეს თამაში და გარდა თაფლისა სხვა პრიზებიც ელოდებათ ჩვენთან მოსულ სტუმრებს. ანებიურებულები იქნებიან მოკლედ საჩუქრებისთვის. საჩუქრებით. ჩვენ შეგვიძლია გადავინაცვლოთ ახლა გემოვანის წარმომადგენელთან და ვკითხოთ მას თუ რა სთავაზობს დღეს აქ მოსულ ადამიანებს. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით. დილა მშვიდობისა. პირველ რიგში გილოცავთ ჯვართამაღლების დღესასწაულს. მე გთავაზობთ პურს, რომელიც გამზადებულია ქართული ჯიშის ხორბლისგან. და ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ საქართველოს არა მხოლოდ ღვინის სამშობლო, არამედ პურის სამშობლოც არის. და როგორც ღვინომ იპოვა წავის წარმატება და თავისი გზა საქართველოში და მსოფლიოში. ეხლა ჯერია ასევე თქვას თავისი სიტყვა ქართულმა პურმა. ამისათვის ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი ხორბალი, ჩვენი საკმარისი ხორბალი და იმდენი ხორბალი, რომ სხვასაც გაუნაწილოთ, ანუ ექსპორტზეც გავყიდოთ, იმიტომ რომ ეს არის საუკეთესო ხორბალი მსოფლიოში. იმიტომ რომ ამ ხორბლის ჯიშებმა გაუძლო 1000 წლეულებს. მათ აქვთ მაღალი იმუნიტეტი, მათ აქვთ მაღალი გემონური თვისებები, მათ აქვთ დანიშნულება როგორც სასელექციო, არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და
პური და ღვინო არ არის შემთხვევით მას არა მარტო ეს პირდაპირ დანიშნულება აქვს, არამედ მას აქვს საკრალური მნიშვნელობა, როგორც ჰქონდა ჩვენ ქვეყანას ოდითგანვე და ჩვენ გვინდა რომ ყველა ჩვენგანმა, სადაც შეგვიძლია ქოთნებში, ქუჩაში, ჩვენს პირად პატარა ნაკვეთებზე, დიდ ნაკვეთებზე დავთესოთ და მოვიყვანოთ ეს საუკეთესო გემრიელი ხორბალი და ამისგან ვაწარმოოთ პური იმისათვის რომ ჩვენ ვიყოთ ის, ვინც უნდა ვიყოთ ქართველები. და ეს პატარა ჩვენი გაგვეცანით თქვენი თანამშრომელი. ამ საკითხთან დაკავშირებით ესე ილოცება. აბა ქეთევან რა შეგვიძლია გიგვით? ღმერთო მაჩვენე ყანები, ამ სარწყავთ მონაყვანები. ღმერთო დამასწარ ზაფხულსა, ფქვილსა წისქულში დაფხულსა. ყოლა წმინდაო დამადევ, წყულზე წამანი სამთელი, შემაძლებინე აღვანთო, მეშენს წინაში სანთელი. ოჩახ მე როგორც ვიცი ძალიან დიდი ისტორია აქვს ამ ლოცვას, ხო? ეს არის დავით გურამიშვილის ლოცვა და დავითიანი თვითონ წიგნი დავითიანი საქართველოში რომ მოხვდა რუსეთიდან სწორედ აი ამ ლოცვაში ესე გახვეული იყო რაღაცა ქაღალდში, რომელ ქაღალდშიც იყო სქემა წისქვილების, ამ წისქვილებს შეეძლო დაბალი დონის წყლის შემთხვევაშიც ემუშავა. ამ ესე იგი ამ სქემას ეწერა ეს ლოცვა და ეხატა დავით გურამიშვილის ავტოპორტრეტი, ეს მისი შექმნილი იყო და აი ამ გრაგნილში თუ რაც იყო ეს მატერიალი, ამაში გახვეული დავითიანი გამოატანა მირიამ ბატონიშვილს რუსეთიდან, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია ჰქონდა, ეგ დინარეში გადავარდა ეს და ეგ მოიტანეს და მოკლედ იდეაში ჩამოქონდათ წისქვილის სქემა და ლოცვა და ჩამოიტანეს დავითიანი. აი დავითიანი საქართველოში ესე აღმოჩნდა და სინამდვილეში ეს პატარა ლექსი არის ლოცვა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ღმერთმა გვაჩვენოს ყანები და მე აი იმ ყანებიდან მოყვანილი ხორბლისგან გამზადებული ფქვილით ესეთი პურები, იმისათვის რომ კონდეს ჯანი, არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერის და აი ეს რიტუალი არის თავისი რელიგიური დანიშნულებაც აქვს, მაგრამ აი ეს ორი კომპონენტი, ღვინო და პური არის ადამიანის საკურნებელი და აი უბრალოდ გასინჯეთ და მიხვდებით. და ასე დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს პრინციპში. დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის. როგორც უკვე მოისმინეთ, დღეს და ხვალ ბოტანიკურ ბაღში 12 საათიდან 6 საათამდე გაიმართება პურის ფესტივალი, ასე რომ ვისაც გსურთ სასიამოვნო გარემოში გაატაროთ შაბათ-კვირა და თან დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის პური, გელოდებიან ბოტანიკურ ბაღში. მე კი ამ პურს დავაგემოვნებ და ასე დაგემშვიდობებით. ანა, დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო და ისწავლი და გემრიელი ფესტივალი ელოდება მოკლედ. ქართულ ღვინოს და პურს გაუმარჯოს.